ყველაფერი ერთი პატარა ჩანაწერით დაიწყო. მაშინ როცა ციცინო ბუკია ჯერ კიდევ მე-11 კლასის მოსწავლე იყო, მის რვეულში ორი ჯადოსნური ქვეყანა, ვარსკვლავი და მზეჭაბუკი გაცოცხლდნენ. თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე ბავშვობის ჩანახატები, წლების განმავლობაში თაროზე იცდიდნენ. იცდიდნენ იმ დღემდე, სანამ დედის დაჟინებულმა თხოვნამ და უდიდესმა მხარდაჭერამ ძველი ხელნაწერი ხელახლა არ გააღვიძა. დოგვის მარცვალი და ჯადოსნური ქვეყანა. ასე ჰქვია ახალ საბავშვო ზღაპარს, რომელიც მკითხველს არა მხოლოდ ფანტაზიის სამყაროში ამოგზაურებს, არამედ გულში ყველაზე ძვირფასს, ძლიერი და ერთიანი საქართველოს იდეას ეხება. ეს ნარატივი გალიდან დევნილი მწერლის შემოქმედებას მუდმივად თანსდევს. ციცინო ბუკიას საბავშვო წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. ავტორმა შეძლო რთული და მტკივნეული ეროვნული თემა, თბილ შემეცნებით თავგადასავლა ლექცია, რომელიც მომავალ თაობებს უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას უნერგავს. Რამდენი წლის შემდეგ სრულად ზრდასრულმა გავბედე, რომ ისევ შევსულიყავი აი ამ სამყაროში, უკვე როგორც ზრდასრული და არა ბავშვი. და მე მგონია, რომ კარგად შედგა ეს პროექტი, თუ შეიძლება ასე დავარქვათ ამას. იმედი მაქვს, რომ იპოვის გზას პატარების გულისკენ, იმიტომ რომ ძალიან გულწრფელად არის გაკეთებული. აფხაზეთით სუნთქავდა ცოცხლობ დღემდე ჩვენ. აი ბავშვმაც კი მძაფრად შეიგრძნო ეს ყველაფერი და აბსოლუტურად აი რასაც წერს, იქ მასთან ყოველთვის არის აფხაზეთი. ახლა მაინც პატარა იყო ის, მაგრამ ეს ემოცია დარჩა და ალბათ ყოველთვის იქნება. თავადაც აღნიშნა, რომ როდესაც მწერალი ქმნის რამეს, მაშინ ის საკუთარ თავს ასახიერებს. საკმაოდ საინტერესოდ ყავს დარქმეული ეს პერსონაჟები, რაც მხოლოდ ქართული სინამდვილისთვის და ქართული ენისთვის არის დამახასიათებელი. ძალიან ბევრს ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ეს სახელები დაგვეტოვებინა ქართულ ენაზე იმავე პრინციპით, თუ გვეთარგმნა ინგლისურად. მაგრამ როგორც ავტორთან შეთანხმებით, მაინც გადავწყვიტე, რომ ინგლისური ვერსიები შემემუშავებინა და ვფიქრობ, რომ კარგად ჩავწვდი სათქმელს და თავად ზღაპრის სულს. ციცის ახალი საბავშვო წიგნი დოგვის მარცვალი და ჯადოსნური ქვეყანა საბავშვო ზღაპარია, რომლის წერის პროცესმაც ჩემს თვალწინ ჩაიარა და ასევე რედაქტირების პროცესიც ძალიან საინტერესო იყო და მინდა რომ მთელი გულით მივულოცო წარმატებები ვუსურვო.